ყოველ პარასკევს 17 საათზე თქვენ გელით ქართული ისტორიული მეხსიერების იმ სიღრმეებში მოგზაურობა, ჯერაც რომ ფეხი არავის დაუდგამს. განხილული იქნება ყველა ის საჭირბოროტო საკითხი, უხსოვარი დროიდან დღემდე რომ დამოკლეს מחვილივით კიდია ჩვენი ქვეყნის თავზე. ცენტრალური ადგილი დაეთმობა კულტურის როლს ქართველთა ცხოვრებაში. ჩვენ დღის სინათლეზე გამოვიტანთ ისეთ ფაქტებს, რომელიც დღემდე ბნელით იყო მოცული. ტარიელ დათიაშვილის საავტორო გადაცემა მესამე ივერია რადიო ძველი ქალაქის ეთერში. მოგესალმებით. წინა გადაცემაში ქართული ეკლესიის დღევანდელი პოზიცია სიმბოლურად შევაპირისპირეთ რუსთველის მორალთან. ვამბობდით, რომ მსხვერპლად ყოფნა, გარდაუვალი დაყოფის მოლოდინი და განწირულების განცდა იყო მიზეზი იმისა, რომ გიორგი მე-13-მ ღმერთის სახელით საკუთარი ტახტი გადასცა რუს ხელმწიფეს. იგივე იდენტობას და გარდაუვალი დაყოფის ზღაპარს გვიყვება დღესაც ჩვენი ეკლესია. ის ზუსტად იგივე საფრთხეებზე ელაპარაკება საკუთარ ერს. უყალიბებს მსხვერპლის ფსიქოლოგიას, უნერგავს უსუსურებისა და დაუცველობის განცდას, არწმუნებს, რომ გადასარჩენია და ჭირდება დიდი კეთილი მხსნელი. და რადგან მომავალს ვერ ხედავს, ამაზე წინა გადაცემაში ვისაუბრეთ, ის კარგავს სიმართლეს. რადა იმპერიული აზროვნება ასეთია, როდესაც თავის ტკივილი გაწუხებს და მას დახმარებისთვის მიმართავ, ის იქვე გაიფიქრებს, მოდი ახლა ამას თავს მომაჭრე და თავის ტკივილიც აყარასოდეს შეაწუხებს. იმპერიას მტაცებლის ინსტინქტი აქვს. შუალედი ამ ურთიერთობაში არ არსებობს. არის მხოლოდ ორი უკიდურესობა, მსხვერპლი და მტაცებელი. ერთმა უნდა შეჭამოს მეორე და დარჩეს მარტო. ეგა ამ ყველაფრის დედაასრი. რუსთველი კი საზღვრებს არ ეხება, არსად უკიდურესობამდე არ მიდის. არავისთან არ იგივდება და რჩება ობიექტური, ანუ ვეფხისტყაოსნის ენაზე ამას მართალი სიმართლის ქმნა ქვია. ზუსტად სიმართლეა რუსთველიანური მორალის დასარდენი. არც სიცოცხლე, არც ბრძოლა, არც ყველაფრის გაცემა, არც გამარჯვება და არც მომავალი სიმართლის გარეშე არ არსებობს. მართალი რომ ხარ და ბოლო სიტყვა ღმერთს ეკუთვნის, ეს გავსებს თავდაჯერებით. მაგალითად, ქართლის ცხოვრებიდან ვიცით, რომ ერთ-ერთ ბრძოლაში წინამძღოლმა ასე შეაგულიანა მცირერიცხოვანი ქართველები. უგანგებოდ ვერას მიზმენ, შეცამებდნენ ხმელთას პანიო. ანუ მთელი ქვეყნის ჯარი რომ დამესხას, თავს ვერაფერს დამაკლებს, განგებამ თუ არ მოინდომაო. განგება აქ ნიშნავს შენს პატიოსნებას, შენს სიმართლეს, რომელსაც ღმერთი უღურებს. და მართლაც იმ ბრძოლაში რიცხობრივად აღმატებულ მტერზე ქართველებმა გაიმარჯვეს. საერთოდაც მარაბდის ველზე ქართველები იბრძოდნენ იმ დროიდან მსოფლიოში გაბატონებულ პრინციპს, მართალი ისაა, ვინც ძლიერია, მათ აღმართეს დროშა, რომელზეც ეწერა ძლიერი ისაა, ვინც მართალია. და ეს არ გავს განწირული კაცის მორალს, პირიქით ამაღლებულ განწყობას გიქმნის და საზეიმო განცდას ტოვებს. ამ მორალის მოცოცხლებელია რწმენა, რომ გადამწყვეტ სიტყვას ღმერთი ამბობს, მაგრამ ამავე დროს ეს იმასაც ნიშნავს, რომ ღმერთი წინასწარ კი არ ამბობს სათქმელს და მერე ყველაფერი ამ სიტყვის მიხედვით ლაგდება. არამედ ის აკვირდება მოვლენებს და ბოლოს ამბობს თავის სიტყვას. შენ საქმეებს ღმერთი უყურებს, გააკეთე ყველაფერი და იქონია ღვთისმეტი. ამას ამბობს სიცოცხლის მორალი. ღვთისმეტი რომ ქონდათ და სიმართლის ძალას ენდობოდნენ, ამიტომაც არ ზოგავდნენ თავს ქართველები. ეს იმედი იმდენად ძლიერი იყო ქართველში, რომ ცხოვრებაში ხელს არ უშლიდათ გამუდმებული ომები. ეს იყო მათი ცხოვრება. 1000 უბედურების მიუხედავად სიცოცხლე არ შეუწყვეტიათ. არ შეუწყვეტიათ რხინი და გართობა, ხნა, თესვა, ვაზის ჩაყრა და ღვინის დაწურვა. რა უბედურებაც არ უნდა დადრეალებულიყო. ქართველები აგრძელებდნენ სიმღერას, რაც იწვევდა მოკლე დროში დანგრეულის აღდგენას. დროის მოკლე ხანში აშენებდნენ და აყვავებდნენ მეურნეობას, რაც ასევე ერთ-ერთ სასწაულად ითვლება ქართული ისტორიოგრაფიაში და ესეც ზუსტად რუსთველიანური მორალის, მართალის სიმართლის ქმნის დამსახურებაა. ასე რომ, როდესაც ისმის ხოლმე კითხვა, როგორ მოახერხეს ქართველებმა ასეთი გამარჯვების მიღწევა, პასუხი მარტივია: ბრძოლით. ზუსტად რუსთველის გმირულ სულისკვეთებაზე დაფუძნებული სიცოცხლის სიყვარულით, კაცთმოყვარეობით და სიმართლით, რაც თანაბრად ქმედითია ომში, სიყვარულში, ხინში, გლოვაში თუ შრომაში. მარტო გადარჩენაზე მოფიქრალი, შეშინებული კაცი ამას ვერ შეძლებს. ქართველები იბრძოდნენ არა გადარჩენისთვის, არამედ სიცოცხლისთვის. სიცოცხლე და ბრძოლა განუყოფელია. ყველანაირ სიცოცხლეს არ აქებს რუსთველი. ის აქებს ადამიანის სიმამაცეს, რომელიც აჩვენებს რწმენას, ყველაფრის გაცემის ძალას სიცოცხლისათვის. რუსთველი ღირსეულ სიცოცხლეს აქებს, რასაც ყოველთვის ბრძოლა ჭირდება. ქართველებს სიკვდილის კი არ ეშინოდათ, არამედ ნაძრახი სიცოცხლის. ნაძრახია სიცოცხლე, როდესაც იმად ყოფნა გეკრძალება, ვინც ხარ და იმის კეთებას გაიძულებენ, რისი კეთებაც არ გინდა.
ამიტომაც იყვნენ მამაცები და თავდაჯერებულები. არავითარ შემთხვევაში ეს თავდაჯერება არ უნდა აგვერიოს ქედმაღლობაში. ამ სიტყვას დღესაც გაიგონებთ ზოგიერთ სასულიერო პირისგან და რუსულ იმპერიაში დროს ტარებას მონატრებული ქართველისგან. როდესაც მათეუბნები ჩვენ ქართველები დამოუკიდებლადაც მივაღწევთ მიზანს და გავიმარჯვებთ, გპასუხობენ ამპარტავანი ხარო, მაგრამ თავდაჯერება არ არის ამპარტავნება. მაგალითად რუსთველი შეურიგებელია როგორც ბიზანტიურ, ისე სპარსულ ქედმაღლობასთან. ის ორთავეზე მაღლა დგას თავისი მიმტევებლობით. რადგან თავმდაბლობა გაგებაზეა ორიენტირებული. მისი მიზანია ადამიანის გაგება, საერთოდ და ადამიანისთვის გაგება კონკრეტულ შემთხვევაში, რაშიც ჩვეულებრივი ადამიანური სენტიმენტალიზმი იგულისხმება. ზუსტად ეს დიადიზი აღმატებული თავმდაბლობა ადგას გვირგვინად თამარს. არ დაგავიწყდეს, ივერია ის ქვეყანაა, რომელსაც მე-12 საუკუნეში აკრძალა არათუ სიკვდილით დასჯა, არამედ ადამიანის წამება ნებისმიერი მიზეზით და მიზნით. საგულისხმოა, რომ ამ ეპოქაში ივერია საკუთარი ქვეყნის გარეთ და შიგნით მოქმედებდა არა სარწმუნოების, არამედ სამართლიანობის სახელით. ასევე არ ნიშნავს ეს თავმდაბლობა საკუთარი თავის დამცრობასაც, არამედ ზუსტად აღმატებულებას. ამ თავმდაბლობაში არის სიფრთხილე, რაღაც ვაჭრობის მაგვარი კი ბატონო, მაგრამ სიფრთხილეში ერთდროულად მტრის პატივისცემაც იგულისხმება და შეურიგებლობაც, რადგან სიფრთხილე გონიერებაზეა ორიენტირებული, რომელიც გაიძულებს გასცე ყველაფერი, რათა დარჩე ის, ვინც ხარ. აი რამ გადაარჩინა მართლმადიდებლობა საქართველოში. სარწმუნოება რაინდულად აღზრდილი ქართველი ერისთვის პირადი ღირსების, პირადი თავმოყვარეობის ამბავი იყო. დღევანდელი მორწმუნეები ეძახიან მხსნელი გვინდა. რა თქმა უნდა, ავტორიტარიზმის ხმონაირად არ გამოდის. შველელი წყურიათ, რომელიც ღმერთთან უნდა გაიგივდეს, მერე რომ თქვან უფალმა გვიშველაო. ამიტომ სიბრალურის გრძნობას გიჩენენ შენივე თავის მიმართ და გაწყებინებენ იმაზე ფიქს, რომ საკუთარი ძალებით ვეღარ ახერხებ თავის დაცვას. რუსთველისთვის ეს მორალი ყველაზე დაბალი ხარისხის თვისება ადამიანში, ის ვაჭრების მორალზე დაბლაც კი დგას. ვაჭრებთან რუსთველის დამოკიდებულება კინობიტია, ის მათ აღწერს როგორც მდაბიოებს, შეშინებულ ლაჩარ ხალხს. ვაჭრობა დაბალი ხარისხის ყოფიერება, რადგან წმენის ეპოქაში მხოლოდ იყიდე-კაყიდე, მოიგე, წააგე, რა თქმა უნდა, სულიერ სიღარიბეზე მინიშნება. მერე ცხოვრება შეიცვალა, წმენამ უკანა პლანზე გადაინაცვლა და დღეს მარტო ყიდვა-გაყიდვაზე და მოგება-წაგებაზე აწობილი ყველაფერი. არც მე მომწონს, რომ ეს ერთადერთი საკაცობრიო მორალია დღეს ლამის. თუმცა არანაირად არ ვარ ვაჭრობაზე და ვაჭრებზე ცუდი წარმოდგენის. პირიქით, რომ ვაჭრობა ის ძლიერი ბერკეტია სახელმწიფოებრივ მშენებლობას, რომ წყალი ვიჭირდება და ქვეყანას წარმატების მიღწევაში უწყობს ხელს. ქართველების ერთ-ერთი დიდი ნაკლიც ზუსტად ისაა, რომ ვერა და ვერ შეიყვარეს, ვერაფრით მოარგეს საკუთარი მებრძოლი ბუნება ვაჭრობას. რამაც სხვადასხვა ბევრი სიმახინჯე წარმოშვა წინა საუკუნეებში ამის შესახებ ერთ-ერთ გადაცემაში ვისაუბრებთ. მოკლედ ვაჭრობა ბაყაყურთან შედარებით ოქროს მორალია. ვაჭარი დანაკარგისკენ არასოდესაა მიდრეკილი, ის ყოველთვის მოგებაზე ფიქრობს. ფრთხილია, მაგრამ როდესაც დგება მომენტი და მოგების ვარიანტი გამორიცხულია, ვაჭარი მებრძოლი ხდება. ნამდვილ ვაჭარზე აქ საუბარ და არა დღევანდელ ქართულ ჩარჩებზე. ვაჭრობა არასოდეს მიდის მომავლისადმი უიმედოდ დამოკიდებულებამდე, ის ზუსტად მომავალზეა გათვლილი და ამ თვალსაზრისით ის განუყოფელია ბრძოლისგან. თან ვაჭარი იდიოტი არაა, მითხარით ერთი, რომელი ვაჭარი გაყიდის თავს იმისთვის, რომ იყიდოს კეთილდღეობა. ეს იგივეა გაწყობილ სუფრაზე დაგსვან გაკოჭილი. ზუსტად ამას გვიქადაგებს დღევანდელი ქართული ეკლესია. არა უბრალოდ წარმოიდგინეთ ვაჭარმა, რომელიც გათვლებს აკეთებს მომავლისთვის, უცბად გადაწყვიტოს უფრო მეტი მოგების მიღების მიზნით გაყიდოს საკუთარი თავი. ეს ხომ აბსურდია. კაცი ვაჭარი ვერ იქნება თუ თავისუფალი არაა და ამიტომ თავისუფლების გაყიდვა ვაჭრობა არ არის. კი ბატონო, რუსთველი ვაჭრობას დღევანდელი ჩვენი ეკლესიის მორალზე წინ დააყენებდა. ვაჭრობას ხარისხი აქვს დაბალი თუ არა, ყიდვა-გაყიდვა და მოგება-წაგება რუსთველის მორალს რაც არ ეწინააღმდეგება. ბაყაყური მორალი კი რუსთველის მორალს ბოროტებად მიიჩნევს. აი წარმოიდგინეთ, მთელი სოფლიო უჭერს საქართველოს მხარს, აღიარებს მის ტერიტორიულ მთლიანობას და იცავს საერთაშორისო სამართლის კანონებით, რომლის უპირველესი პრინციპია საზღვრების ურღვეობა. და შენ ემხრობი იმას, ვინც საერთაშორისო სამართალს უარყოფს და იბრძვის იმისთვის, რომ სოფლიო საზღვრები მხოლოდ ძლიერებმა დაადგინოს საკუთარი ნების მიხედვით. ანუ ემხრობი იმას, ვისაც შაჰ-აბასივითაა აღმართული ლოზუნგი დღეს 21 საუკუნეში მართალი ისაა, ვინც ძლიერია. არგუმენტი ისა აქვთ, რომ ევროპის სიკეთე ბოროტი მიზნიდანაა გამომდინარე და ვიღაცამ თუ არ გვიშველა, თუ არ გვიხსნა ამ ბოროტი დასავლეთის დახმარებებისგან, წასულია ჩვენი საქმე.
მაგალითად, ანაქსაგორას იგივე დებულება ყველაფერში შეიცავს საინტერესო მორალურ დისპოზიციას. ყველაფერია გამოდის კეთილშიც არის ბოროტი, ხოლო ბოროტში კეთილი. რადგან ბევრია კეთილი კაცის მოსასხამში გახვეული, რომელიც ბოროტებას მალავს რუსების მსგავსად. და ასევე არიან დევნილი კეთილი ადამიანები, ქვეყანას რომ წყლობის განმავლობაში ბოროტები გონიათ. ასე ბოროტებად გვიხატავდნენ მაგალითად ბოლშევიკები სამშობლოსთვის შეწირულ ქართველ იუნკერებს. გავადრო და უცბად აღმოჩნდება, რომ თურმე ისინი კეთილები ყოფილან, თავად კი ბოროტებას მსახურებოდი, როცა დევნილების სიბოროტეს იჯერებდი. შენიღვა საერთოდ ქრისტიანობის საყვარელი თემა იყო უხსოვარი დროიდან. რა თქმა უნდა, სადღაც არსებობს ჭეშმარიტი სიკეთე, მაგრამ მას ძიება ჭირდება. მის პოვნამდე კი საქმე ნიღბებთან გაქვს. ზუსტად ამ ნიღბების ახდაა რუსთველის მორალი, ამას ნიშნავს მისი მართალის სიმართლის ქმნა. დღევანდელი ქართული ეკლესიის საქმიანობა კი თავიდან ბოლომდე ბოროტისათვის კეთილი კაცის ნიღბის მორგებაა. თითქოს ყველა ხედავს, რომ არ ერგება, მაგრამ ის მაინც ჯიუტად აგრძელებს ნიღბების კეთებას, რომ რამენაირად ბოროტება დაამსგავსოს მხსნელს. ზუსტად მორალის ასეთი დამახინჯების გამო, რაც ყველა ეპოქაში აქტუალური იყო, რუსთველი არ შეაქებდა კაცს, ვინც მხსნელს ეძებს. რა თქმა უნდა, არის მძიმე დღეები, როცა ადამიანს დახმარება ჭირდება, მაგრამ ტარიელს ჭირდება არა მხსნელი, არამედ მეგობარი, ერთგული, ჭკვიანი და კეთილი ადამიანი. მეგობრობა რუსთველისეული მორალის საფუძველი, რაც ადამიანების ერთმანეთთან ისეთ მჭიდრო სულიერ კავშირს გულისხმობს ქოხიდან რომ იწყება და სადაც ქაჯეთში თავდება. გავს კი მხსნელი მეგობარს, ჯერ რომ გადაგარჩენს და მერე მისგან გადასარჩენი ხდები. აგიხსნით რით განსხვავდება მხსნელი მეგობრისგან, ისევ და ისევ რუსეთის მაგალითზე. საქართველოსთვის რთულ ისტორიულ პერიოდში კავკასიის რეგიონში გამოჩნდა ერთმორწმუნე სახელმწიფო. როგორც კი გაჭირვებაში ჩავარდილმა საქართველომ დალანდა რუსეთი კავკასიაში, მაშინვე მეგობრობაზე დაუწყო საუბარი, რადგან მეგობრობა იყო მისთვის ადამიანური ურთიერთობის უმაღლესი ფორმა. ქართული მართლმადიდებლობის წესიც ასეთი გახდათ, ერთმორწმუნეში ჩვენ გულისხმობდით თანმასწორ მეგობარს, რომელთანაც გაკავშირებს საერთო მიზანი და მასთან ერთად იბრძვი ამ მიზნის აღსრულებისთვის. ურთიერთპატივისცემით, ნდობით და ერთგულებით გამსჭვალული მეგობრები ერთმანეთს აძლიერებენ და ეხმარებიან უანგაროდ. მარტო ქრისტეს სიყვარულია მათ შორის, სხვა იერარქია არ არსებობს. ავთანდილი სრულიად უანგაროდ ეხმარება ტარიელს მის სიკეთეს პირობა არ გააჩნია, ის თავდაუზოგავად იხარჯება იმისთვის, რომ ტარიელმა მიზანს მიაღწიოს. ვახტანგ მეექვსეც ასე ფიქრობდა. რუსეთი მეგობარია, უანგაროდ დამეხმარება თავს არ დაზოგავსო, თვალდახუჭულმა შემოუშვით ის სახლში. მაგრამ რუსეთი ხელცარიელი არ მოსულა, ჩემოდნებით მოვიდა, ამ ჩემოდნებში დახმარებაო და იქიდან პროპაგანდა ამოიღო. თავდაპირველად მოვიდა როგორც ძმა, ვინ იქნებოდა წინააღმდეგი, მაგრამ მე აღმოჩნდა, რომ ის არის უფროსი ძმა, რომელსაც უმცროსმა ძმამ ყველაფერი უნდა დაუჯეროს. რა მეგობრობაზეა საუბარი? რუსეთის იმპერიას არ ყავდა მეგობრები, მას ჰქონდა მხოლოდ ინტერესები. დასახმარებლად მოსულმა ეგრევე ინტრიგების ხლართვა დაიწყო. მეტაფორულად რომ თქვათ, ბანგი დაალევია ქართველებს, ძალა გამოაცელა, დააძინა და ყელი გამოჭრა. ამ ბანგის როლს ასრულებდა ზუსტად გადარჩენისთვის ბრძოლის პროპაგანდა. განუწყვეტელი ძახილი იმისა, რომ ქართველებისთვის ახლა მარტო გადარჩენაა, მთავარი ქართველის გადარჩენა კი მართლმადიდებლობის გადარჩენა, რაც მოხდება მხოლოდ რუსეთის იმპერიის კალთაში ჩაგვარებით. როგორც წინა გადაცემაში ვთქვით, არც თავისუფლებას, არც კულტურას ამ მორალში არანაირ ფასი არ აქვს. ხოლო რუსთველისეული მორალის იგივე გმირული სულისკვეთების საფუძველი ზუსტად თავისუფლება და კულტურაა, რომელიც მოდის განათლებული რწმენის სახით. რუსთველი გვიხსნის მეგობრობის საზრის, ესა ორი ადამიანის ისეთი მეგობრობა, სადაც ორთავე მხარეს აქვს ერთმანეთისთვის საშიცოცხლო მნიშვნელობა. მაგალითად, პირობითად ვამბობთ, ტარიელი თუ მორწმუნეა, ავთანდილი მეცნიერია. ორთავეს ერთმანეთი ჭირდებათ, ერთი გობიდან ჭამაც ამას ნიშნავს. ცოდნა ის სინათლეა, რითაც რწმენა გზას ინათებს. რწმენა ცოდნის გარეშე სიმნელეში სიარულია, ზუსტად სიმნელეში დადიოდა ტარიელი. ის წყლის პირას მჯდომი აზიელი კაცია, რომელსაც აქვს ძალა, შიშველი ხელით აღჭობს ვეფხვებს, მაგრამ არ იცის ეს ძალა რაში გამოიყენოს, როგორ მიაღწიოს მიზანს. ამ დროს მოვიდა არაბეთიდან განათლებული ზრდილი რაინდი და საკუთარ ბედზე მომტირალი ეს აზიელი კაცი ამოძრავა. გაუჩინა მიზანი და აქცია გმირად. ესე იგი, ავთანდილმა იმის ცოდნა მოიტანა, რომ ძალა გამოუყენებელია, როცა არ იცი რა გინდა, ვინ ხარ, რა მიზანი გაქვს და როგორ დაგეგმოს საკუთარი მომავალი. რუსთველი სამსიბრძნეს უზიარებს ქართველებს ის გამარჯვებას ასწავლის, ის გვეუბნება, რომ როცა ორი ერთმანეთისგან განსხვავებულ ადამიანს ერთმანეთი ჭირდებათ, ერთმანეთს ავსებენ, მაშინ ისინი ერთად ნებისმიერ წარმატებას მიაღწევენ.
ასე რომ რუსთველზე აღზრდილ ქართველ კაცს გვერდით მდგომის ადმინდობის პრობლემა არ ქონია და ეს მნიშვნელოვანი უპირატესობის მომცემია ბრძოლის ველზე. ზუსტად ერთმანეთის ნდობით და გამარჯვების იმედით აღჭურვილმა ქართველმა მოახდინა ეს ასაული. რაც შეეხება განათლებას, რუსთველისთვის გაუნათლებლობა საშიშია, ის ველურობის, ქაჯობის ნიშანი. ველურია, როცა მიზანი ამართლებს ნებისმიერ შენს საშუალებას, შენს იარაღს, როცა ყველა ბოროტება დაშვებულია სარწმუნოების სახელით. რასოდაც იქნები მართალი მხოლოდ იმიტომ, რომ ქრისტიანი ხარ. მეგობარი ის კი არ არის, ვისაც მართლმადიდებელი ქვია, არამედ ის, ვინც მართალია. რუსთველი არ მისდევს პროპაგანდას, ოღონდ ქრისტიანობას ჭრდილი არ მიადგეს და ჯვაროსნების საქციელს გავამართლებო, მისთვის დაუშვებელია. დაუშვებელია ფიქრი, ეკლესია უნციკლო უნდა დარჩეს, ამიტომ მისკენ დასრული ტალახი ჯობია სიმართლეს მოხდესო. ქრისტიანობას მაშინ მიადგება ჭრდილი, როცა მასში სიმართლე დაიკარგება. ბოროტების გამართლებაც ხომ სიმართლისათვის ფორმალური სტატუსის შენარჩუნებაა, ამეთი არაფერი. ანუ რუსთველს არ მოეწონებოდა დღევანდელი რუსული მესიანისტური მართლმადიდებლობის მხარდაჭერების საქციელი, რომლებიც ერთმორწმუნის ნებისმიერ ბოროტებას ამართლებენ და უჭერენ მხარს, მხოლოდ იმიტომ, რომ მასაც მართლმადიდებელი ქვია სახელად. სიმართლე თუ დავმალე რაღა ქრისტიანობაა, რუსთველი სიმართლეში ზუსტად ამ სულიერ სიძლიერეს გულისხმობს, სიმართლის თქმის ძალას, რომელიც ბრძოლის ველზე იჩენს თავს. დღეს საქართველოში ძირითადად ქართული ეკლესიის მესვეურთა მხრიდან ჰუმანიზმის და მართლმადიდებლობის დაპირისპირება ხდება, რაც ასევე სავალალო და სამარცხვინო საქციელია. როგორ შეიძლება იესო გამოყო კაცთმოყვარეობისგან, ან რუსთველი მართლმადიდებლობისგან. ქართული ეკლესია ყოველთვის როდი ებრძოდა ვეფხისტყაოსას. ესიც რუეა ბატონებო. ქართული ეკლესია იმ რთულ ისტორიულ პერიოდში ყველანაირად ეხმარებოდა კულტურას. გაბატის პოზაში კი არ ჩამდგარა. როგორც შეეძლო, ისე ეხმარებოდა ხალხს და ქვეყანას. კი ბატონო წუწუნი იყო, მაგრამ დაპირისპირებოდა ზიზღი არასოდეს. ამ ზიზღის ნიშნები მე-18 საუკუნეში გამოჩნდა კათოლიკური მისიონის გაძლიერების შემდეგ, რომელმაც ასევე ძლიერი საგანმანათლებლო სექტორი შექმნა საქართველოში, ხოლო გაძლიერება დაიწყო რუსული მართლმადიდებლობის შემოსვლიდან, რომელმაც სამდრო სასიცოცხლო ბრძოლა გამოუცხადა ქართულ საერო მწერლობასა და კულტურას ზოგადად. დღეს ამით დავასრულოთ, მომავალ შეხვედრამდე. ყოველ პარასკევს 17 საათზე თქვენ გელით ქართული ისტორიული მეხსიერების იმ სიღრმეებში მოგზაურობა, ჯერაც რომ ფეხი არავის დაუდგამს. განხილული იქნება ყველა ის საჭირბოროტო საკითხი, უხსოვარი დროიდან დღემდე რომ დამოკლეს מחვილივით კიდია ჩვენი ქვეყნის თავზე. ცენტრალური ადგილი დაეთმობა კულტურის როლს ქართველთა ცხოვრებაში. ჩვენ დღის სინათლეზე გამოვიტანთ ისეთ ფაქტებს, რომელიც დღემდე ბნელით იყო მოცული. ტარიელ დათიაშვილის საავტორო გადაცემა მესამე ივერია რადიო ძველი ქალაქის ეთერში.